ვიტამინი C-ს გარეშე ჩვენ ორგანიზმს გადარჩენა არ შეუძლია, მხოლოდ რამდენიმე თვით და წარსულში მეზღვაურების ნახევარი იხოცებოდა C ვიტამინის დეფიციტის გამო. არა ბრძოლების, არა შტორმების, არა თავგადასავლების, არამედ C ვიტამინის დეფიციტის გამო. და დღევანდელ სამყაროშიც კი ადამიანების თითქმის მესამედს აქვს C ვიტამინის დეფიციტი. არა ისეთი, რომ კლინიკურად გამოუვლიდეს, რომ სისხლშაქცევები და ღრძილებიდან სისხლის დიოდეს და თმების ცვიოდეს და ესეთი დეფიციტი დღეს იშვიათია, თუმცა არსებობს სუროვანდი ქვია ამ დაავადებას, მაგრამ ადამიანების უმეტესობას აქვს მაინც ნაკლებობა C ვიტამინის და მისი შევსება აუცილებელია საკვებით ან საკვების დანამატების მიღების გზით. ვიტამინი C აუცილებელია ჩვენი სისხლძარღვებისთვის, სახსრებისთვის, ძვლებისთვის. ვიტამინი C-ს გარეშე სისხლძარღვები ხდება მსხურევადი, ელასტიურობას კარგავს და ადამიანს ემართება სისხლდენა და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს რაღაც დროის მერე. C ვიტამინის გარეშე, ან ცოტა C ვიტამინით, კანი ბერდება უფრო მალე, ნაოჭები ჩნდება უფრო ადრე, უფრო ბევრი, უფრო ღრმა და უფრო გამოხატული. C ვიტამინის ნაკლებობის დროს ადამიანს ტკივა სახსრები და მოძრაობაც კი უჭირს. ეს ხდება იმიტომ, რომ C ვიტამინი აუცილებელია სისხლძარღვებისთვის. C ვიტამინის გარეშე სისხლძარღვები ხდება მსხურევადი, ადამიანს ემართება სისხლდენა და ამ სისხლდენით შეიძლება დაიღუპოს. C ვიტამინის გარეშე ნაოჭები ჩნდება უფრო მალე, უფრო ღრმა, უფრო გამოხატული. C ვიტამინის გარეშე ადამიანს სახსრები ტკივდება ადვილად და სახსრების პრობლემები ემართება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი არის ცილა და ეს ცილა წარმოადგენს საყრდენს მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი არის ცილა, სტრუქტურული ცილა ჩვენს ორგანიზმში. ანუ კანის სტრუქტურის შექმნისთვის არის აუცილებელი, ძვლებისთვის არის, სახსრებისთვის, სისხლძარღვებისთვის, შინაგანი ორგანოებისთვის უმნიშვნელოვანესი ცილა, რომელიც განაპირობებს ყველაფრის სტრუქტურას, მათ შორის ღრძილებისთვის. ამიტომ არის, რომ როცა ადამიანს აქვს C ვიტამინის დეფიციტი, ემართება სისხლდენა. C ვიტამინი არის ასევე ერთ-ერთი მთავარი გამწმენდი ჩვენს ორგანიზმში, ანტიოქსიდანტი, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ჩვენი ორგანიზმის სისხლის გაწმენდის თითქმის ნახევარი მოდის C ვიტამინზე. C ვიტამინი ასე რამეს აკეთებს. დონაციას აკეთებს ელექტრონს, ანუ ელექტრონს გასცემს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. დაახლოებით ისეა, რომ ვიღაცა მირბოდეს ხმლით, ხელში და შენ ქარქაში გქონდეს და ეს ხმალი ჩააგებინო ამ ქარქაში. ეს ზუსტად ეგეთ რაღაცას აკეთებს. ანუ გააუნებელყოფს იმ ვიღაცას, რომელმაც შეიძლება ხმალი ვიღაცას მოარტყას. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, იმიტომ რომ ეს ოქსიდაციური სტრესია, ის რაც იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, მათ შორის ქსოვილების დაზიანებას, დაბერებას, სიმსივნეებს და ამ. თუ ადამიანი მწეველია, C ვიტამინს ხარჯავს ძალიან დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ სიგარეტი რადიკალების, თავისუფალი რადიკალების დაგროვებას იწვევს და ამისთვის C ვიტამინი აუცილებელია მის გასანეიტრალებლად. მეორე მხრივ C ვიტამინი მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს აქვს ინფექცია და ვირუსები, გრიპი გაცემა და სხვა ინფექციები და რაც უფრო ძლიერია ინფექცია, მით მეტი C ვიტამინი ჭირდება რეალურად, რადგან ეს უჯრედები გამოყოფენ ტოქსინებს და მათი განეიტრალებაა საჭირო. მეორე მხრივ C ვიტამინი თვითონ იმუნურ უჯრედებში შედის და იმუნური უჯრედები ოქსიდაციური სტრესით ანადგურებენ ვირუსებს და ბაქტერიებს და თავით შეიძლება გაინადგურონ ზედმეტი აქტივობით და აი ნეიტროფილებში მაგალითად თვით დესტრუქციულ ქმედებას ანეიტრალებს მოკლედ C ვიტამინი, ანუ ხელს უწყობს რომ თვითონ იმუნური უჯრედები გადარჩნენ. C ვიტამინი ასევე აუცილებელია იმისთვის, რომ მზისგან რომ მოდის ულტრაისფერი სხივები, რომელიც აზიანებს კანს, რომელსაც ოქსიდაციურ სტრესი იწვევს კანში და წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, ეს გაანეიტრალოს და ასევე კოლაგენის მატრიქსი დაიცვას. მატრიქსი არის აი ჩონჩხივით რა, კანის ჩონჩხი რო წარმოიდგინოთ, დაახლოებით ეგეთი არის კოლაგენი ამდენად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, C ვიტამინს აქვს უდიდესი როლი ჩვენს ორგანიზმში. ასევე სხვა პატარ-პატარ როლებიც აქვს, მაგალითად ის, რომ რკინის შეწოვას ხელს უწყობს. აი მაგალითად, ხილი და ბოსტნეული ჩვენ ვერ ვიღებთ რკინას. ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ არ არის ათვისებადი ფორმით ეს რკინა მათში და გარდაქმნის უფრო ათვისებად ფორმაში რკინას. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური უჯრედებისთვისაც დამატებით აძლიერებს ფაგოციტოზს და მიკრობების დახოცვას აძლიერებს, იმუნიტეტს აძლიერებს, თუმცა ეს არაა, ეს მოქმედება მისი არ არის დრამატული.
ვიტამინი C ასევე აუცილებელია კარნიტინის სინთეზისთვის, კარნიტინი აუცილებელია მიტოქონდრიისთვის, ცხიმები რო შეიტანოს და მე რო დაიწვას დაახლოებით ის მუშა რა, რომელსაც საწვავი მოაქვს დაახლოებით მაგროს თამაშობს და თუ კი ეგენი არ გაქვს, მაშინ ენერგიაც არ გაქვს, ნაკლები ენერგია გაქვს და ადვილად იღლება ესე ჩანს, როცა კარნიტინი ნაკლები აქვს ადამიანს, ადვილად იღლება. C ვიტამინი ასევე თამაშობს როლს კარნიტინის სინთეზში. კარნიტინი არის მოლეკულა, რომელსაც შეაქვს ცხიმები მიტოქონდრიაში და მე ეს ცხიმები იწვის. დაახლოებით ასეთი რაღაცაა, რომ მუშა, რომელიც ყავდეს, რომელსაც შემოაქვს საწვავი გარედან, შეშა შემოაქვს შიგნით. ეგეთ რაღაცას აკეთებს და ახლა როცა ეგეთი ადამიანი არ ყავს, ვინც შეშა შემოიტანს, აქ ცეცხლს ვერ დაანთებ. და მე ეს ადამიანის შემთხვევაში აისახება როგორც დაღლილობა, ანუ თუ კი ენერგია არ მაქვს, ადვილად ვიღლები. მიტოქონდრიას ენერგია არ აქვს. ამას აკეთებს C ვიტამინი. C ვიტამინი ასევე აღადგენს ვიტამინ S. ანუ ამითაც მნიშვნელოვანია. აქ არააქტიური ფორმიდან აქტიურ ფორმაში გადაყავს E ვიტამინი, ამიტომ სინერგიული მოქმედება აქვს რეალურად E ვიტამინთან და C ვიტამინს აქვს უნარი ასევე შეამციროს ჰისტამინი და ჰისტამინი დიდ როლს თამაშობს ალერგიებში, იცით, სეზონური ალერგიების დროს და ადამიანს რომელიც ალერგიულები არიან, ვინც იღებენ რეგულარულად C ვიტამინს, ნაკლებად ემართებათ ეს ალერგიული სიმპტომი. ამ ხრივაც მნიშვნელოვანია. ეხლა ვთქვათ, ვის აქვს C ვიტამინის დეფიციტი. C ვიტამინის დეფიციტი აქვს ბევრს. თითქმის ყოველ მესამე ადამიანს. დეფიციტი არ იგულისხმება ძალიან სერიოზული დეფიციტი, რომელიც ადამიანს მოკლავს, იგულისხმება სუბკლინიკური. ანუ ცოტა, მაგრამ ისეთი ცოტა არ არის, რომ ადამიანს რამე პირდაპირ სიმპტომები ქონდეს, მაგრამ არაპირდაპირად კი, აი დაღლილად გრძნობს თავს, უფრო ადვილად სისხლშაქცევები ემართება, გრიპი და გაციებები უფრო ხშირად ემართება. ეს სიმპტომები შეიძლება ქონდეს, მაგრამ არაპირდაპირ. ასევე ადამიანები, რომლებიც ეწევიან, მათ აქვთ ხშირად დეფიციტი, ადამიანები, რომლებიც სვამენ, ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ხშირად მარტო ცხოვრობენ და საკმაოდ ვერ ზრუნავენ საკუთარ კვებაზე, ხშირად არის. ადამიანები, რომლებიც სრულად არიან ინფექციები და ემართათ მნიშვნელოვანი C ვიტამინის დონე, უმცირდება ძალიან მალე, ზოგჯერ 24 საათში. ადამიანები, რომლებმაც გაიკეთეს ოპერაცია, მაგალითად ბარიატრიული ქირურგია, ხშირად ემართებათ C ვიტამინის დეფიციტი. ადამიანები, რომლებიც არიან სუქნები ან ჭარბწონიანები, რატომ სხეულის მასა რო დიდია, გახსნა ხდება მოკლედ ამ C ვიტამინის დილუციის ეფექტი და დიდ სხეულის მასას შედარებით ნაკლებ C ვიტამინს იღებს ადამიანი და ამიტომ აქვს ნაკლებობა. ადამიანები, რომლებიც არიან ასევე ფიზიკურად ძალიან აქტიურები, აი მარათონის მორბენლების სპორტსმენები, სამხედროები, ვინც ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, მათაც აქვთ დიდი ოქსიდაციური სტრესი და დაბალი C ვიტამინი. და ადამიანები, რომლებიც საკვებს ხარშავენ ძალიან, იმიტომ რომ მოხარშვის დროს C ვიტამინი ნადგურდება ადვილად, ნახევრდება დაახლოებით, რო წარმოვიდგინოთ 50% მცირდება. ახლა ვთქვათ, რა შეიცავს C ვიტამინი. არ ვისაუბრებ იშვიათ საკვებზე, რომელიც სადღაც მოდის, ძალიან ცოტა, ძალიან ძვირი ღირს, ეგეთი რაღაცა ალუბლისებრი რაღაცები არსებობს და კიდე რამდენიმე მცენარე, რომელსაც ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვს C ვიტამინის, მაგრამ ანუ ყოველდღიურობაში ვერ იშოვი რა და აზე არ აქვს ახლა მათზე საუბარს, რაც ჩვენ გარშემო არის იმათ შორის ვთქვათ, იმათ შორის ბულგარული წიწაკა არის ერთ-ერთი ჩემპიონი და კივი. კივი არის ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, 100 მგ შეიცავს 100 გრამზე. ბროკოლი, მარწყვი, ციტრუსი დაახლოებით 60 მგ შეიცავს 100 გრამზე. ლიმონი და ანანასი, კომბოსტო, ესენი შეიცავენ C ვიტამინს. C ვიტამინის მნიშვნელოვანი შემადგენლობით. შესაბამისად, ხილი და ბოსტნეულს რეგულარულად მიიღებით, შენ შეგიძლია მიიღო C ვიტამინი, რა თქმა უნდა. ადამიანს ჭირდება C ვიტამინი დაახლოებით კაცს 90 მგ დღის განმავლობაში, ქალს 75 მგ. თუ ქალი ორსულადაა მეტი ჭირდება, თუ ადამიანი ზოგადად 35. თუ ადამიანი ეწევა 35 მგ მეტი ჭირდება და თუ ძუძუსტი კვებაზე ყავს ბავშვი ქალს, ან ორსულად არის, მაშინაც მეტი ჭირდება, ცოტა მეტი, დაახლოებით 30%-ით. C ვიტამინი არის პატარა მოლეკულა მოკლედ და ჩვენ ორგანიზმში არ ჩერდება დიდხანს. არის წყალში ხსნადი და ეს წყალში ხსნადობა განაპირობებს იმას, რომ დიდხანს არ ჩერდება. ანუ ჩვენ ცხიმებში ვერ გაჯდება, წყალში რაც ხსნადია, ის ადვილად გამოდის ორგანიზმიდან ზოგადად. და გამოიყოფა ორგანიზმიდან დაახლოებით 2 კვირაში.
ხო ნახევარდაშლის პერიოდი აქვს 2 კვირა დაახლოებით რა. მაგრამ სხვა სიტუაციებში სხვა სიჩქარით იკლებს C ვიტამინი. მაგალითად, თუ ადამიანს ძლიერი ინფექცია აქვს, ერთ დღეშიც დაიკლებს, ან 24 საათშიც დაიკლებს მნიშვნელოვნად C ვიტამინი ეს არის. თავისით დაახლოებით ეს. თუ იღებ C ვიტამინს იღებ, უკვე რამდენიმე დღეში და ერთ კვირაში უკვე მნიშვნელოვნად გაზომვადად ნაკლები C ვიტამინი გექნება, ვიდრე ქონდა როცა იღებდი. ანუ ამასაც აქვს მნიშვნელობა. ახლა თქვენ საკვებ დანამატებზე C ვიტამინის აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ აი თვითონ არის ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ამბობენ, რომ ეს ხილდაბოსტნეულით სხვა არის C ვიტამინის მიღება, საკვებ დანამატი სინთეზურია და ესეთ რაღაცები. ეხლა აქ ამას უნდა მოვფინოთ ნათელი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ C ვიტამინი არის L-ასკორბის მჟავა, ანუ მოლეკულა მოკლედ ესეთი რაღაც სივრცეში ფიგურა რო წარმოიდგინოთ. ეს სივრცეში ფიგურა არ აქვს მნიშვნელობა მიიღებს საკვები დანამატისგან თუ ხილისგან ან ბოსტნეულისგან არის ერთ და იგივე. ორგანიზმი ვერ მიხვდება იმას განსხვავება არის თუ არა, ერთ და იგივეა. ერთი და იგივეა გამოყოფაც ორგანიზმიდან გამოდის ცირკმელებით, ერთი და იგივეა მოქმედების მექანიზმიც, ერთ და იგივეა შეწოვაც, ყველაფერი ერთ და იგივეა. ამიტომ პირველი დებულება რომ თუ იტყვის ვიღაცა რომ იცი რა ეს არ ვარგა, იმიტომ რომ საკვები დანამატით არის, ეგ სწორი არ არის. ოღონდ ერთი ნიუანსი არის, რა თქმა უნდა, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ხილი და ბოსტნეული შეიცავენ სხვა პოლიფენოლებსაც, სხვა ვიტამინებსაც, სხვა ანტიოქსიდანტებსაც და მათ შორის C ვიტამინსაც. და როცა მიიღებ პორტოხალს და სხვა რაღაცებსაც მიიღებ იქ, ან მიიღებ კივს და სხვა მინერალებსაც, ვიტამინებსაც, ბოჭკოვანსაც მიიღებ და ლაქსეტივსაც მიიღებ, ის ეფექტი, სინერგიული ეფექტია და უკეთესი ეფექტი აქვს ჯამში. არა C ვიტამინის გამო, არამედ ჯამში. აი ეს ძალიან მკვეთრად უნდა ვიცოდეთ, რომ ან C ვიტამინი ძალიან კარგია თუ ხილდაბოსტნეულით მიიღებ, მაგრამ თუ ხილდაბოსტნეულით ვერ მიიღებ, მაშინ ჯობია რომ საკვები დანამატებით მიიღო, იმიტომ რომ ძალიან იაფია საკვები დანამატები C ვიტამინის იცით ალბათ კაპიკები ღირს, ძალიან იაფი ღირს მოკლედ რა. საბედნიეროდ არ გადიდა მის ფასი დიდი ხანია, იმედი არც გაიზრდება, იმიტომ რომ ზოგადად იაფი ჯდება, მოკლედ მისი წარმოება ძალიან. ორგანიზმისთვის მართლა არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ C ვიტამინის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა კიდე არის მეორე ნიუანსი, რაც უნდა ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით. C ვიტამინს როცა იღებ, საკვებთან როგორც საკვები, ხო, ჩვეულებრივ შეიძლება ორგანიზმში ნელ-ნელა და ეს არ არის პრობლემა. მაგრამ როცა იღებ როგორც საკვები დანამატი, ანუ აბებს თუ მიიღებ, C ვიტამინი შეიძლება წვრილ ნაწლავში და ნატრიუმზე დამოკიდებული ტრანსპორტერები აქვს, მოკლედ მისი ტრანსპორტი თავის არ ხდება. რაღაც მოქმედება საჭირო მოკლედ და ამის რესურსი აქვს ორგანიზმს და შენ თუ მიიღებ მაღალ დოზას, რაც უფრო მაღალ დოზას მიიღებ, მით ნაკლებ C ვიტამინს შეიწოვ. ეგ არის აზრი. მაგალითად, თუ მიიღებ 200 მგ C ვიტამინს შეიწოვ თითქმის 90%, ან თითქმის სულ შეიწოვ. მაგრამ თუ მიიღებ 1000 მგ-ს ანუ 1 გრამს თუ მიიღებ, მის ნახევარს შეიწოვ მარტო. ანუ რაც მე C ვიტამინს მიიღებ ერთ ჯერზე, მით ნაკლებია მისი პროცენტი, რასაც შეიწოვს ორგანიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქენ გამომდინარეობს ის, რომ გინახეთ ალბათ ეს C ვიტამინები რო იყიდება, როგორ პატარა დრაჟებითა, რომელიც თითო არის 50-იანი. რატო? იმიტომ რომ ჯობია რომ 50-იანი მიიღო 5 ჯერ მთელი დღის განმავლობაში და ის გამოგივიდეს 250 მგ, ვიდრე მხოლოდ 250 დალიო ერთ ჯერზე. ან 10 წელი მიიღო მთელი დღის განმავლობაში, ვიდრე ისა 500-იანი დალიო ერთ ჯერზე. მოკლედ ჯობია რომ მიიღო მცირე დოზებით და ხშირ-ხშირად, ვიდრე ერთიანი დიდი დოზა. მეორე ახსნა აქ ამას კიდე რომ ერთიანი დიდი დოზა იძლევა სპაიკს სისხლში, ანუ დიდი რაოდენობით შედის უცებ C ვიტამინი, ეს დიდი რაოდენობით არ ჭირდება რეალურად ორგანიზმს და გააფილტრავს ამ თირკმელები რო გააფილტრავს, მერე ოქსალატებად გარდაიქმნება, კენჭების რისკი იზრდება. ანუ ეს კენჭების რისკი 1000 მგ-ს თუ იღებ, ან მეტს, მაშინ იზრდება. შესაბამისად, უნდა ეცადოთ, რომ 1000 მგ-ზე ნაკლები C ვიტამინი მიიღოთ დღის განმავლობაში. მაღალმა დოზებმა თუ ხანგრძლივად მიიღებ, ეს თირკმლის კენჭების რისკი იზრდება, ეგ არის და ისე თუ ერთჯერად ხა მაღალ დოზას მიიღებ 1000 ან 2000, დიდი არაფერი არ მოხდება, უბრალოდ შეიძლება ფაღარათი გამოიწვიოს, რომ რასაც ვერ შეიწოვს ორგანიზმი, ის მოქმედებს მე როგორც საფაღარათო საშუალება და შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი ზოგიერთ ადამიანში. განსაკუთრებული სხვა ისეთი არაფერი არ მოხდება. ანუ C ვიტამინი ზოგადად უსაფრთხოა და ხანგრძლივად კიდე ხო 1000-ზე მეტი არ უნდა მიიღო, ეგ არის მნიშვნელოვანი.
ჩვეულებრივ თუ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ჯანსაღი ადამიანი თუ ხარ, ამ ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა თუ არ გაწუხებს, 100-200 მილიგრამი დღის განმავლობაში რომ მიიღოს, სრულიად საკმარისია. ან ხილი და ბოსტნეული თუ საკმარის ხილს და ბოსტნეულს იღებს. თუ სტრესი ან ინფექცია გაქვს 500 მილიგრამი დღეში, ვთქვათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჯობია რომ გაყოლეს 500, 250 და მეგადოზები როგორც წესი არაა საჭირო 1000 მილიგრამი დღეში და მეტი, როგორც წესი არ არის საჭირო და თირკმლის კენჭების რისკსაც ზრდის, ამიტომ. მე კიდე არის ხოლმე ახლა ის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა მივხვდეთ ეს C ვიტამინი ავთენტური არის თუ არა, ნამდვილი არის თუ არა, ხარისხიანი და ესე. შეიძლება თუ არა ცნობა ლაბორატორია ჭირდება, რა თქმა უნდა, GMP სერტიფიკატი და ხარისხის სერტიფიკატი ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს შემოწმებული რეალურად ეგ, მაგრამ ახლა თუ მაგის პირობები არ აქვს და უბრალოდ გეუბნებიან რაღაცა C ვიტამინია, დამახასიათებელი მჟავე გემო აქვს რა და ადვილად იხსნება წყალში, ადვილად იხსნება პირსღრუში. შესაბამისად, რო გაუსინჯავს გემოს ადამიანი, ხო, რა თქმა უნდა, წამლების ეს გასინჯვა კაი ასეა რა. თუ არ იცი რა სინჯავ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე თვითონ თუ იცი რომ C ვიტამინს იღებ, მოკლედ იმ C ვიტამინს რაღაცნაირი მჟავე გემო უნდა კონდეს, იმიტომ რომ მჟავაა თვითონაც. თუ რეგულარულად ვარჯიშობ, ანუ თუ ადამიანი დიდხანს ვარჯიშობს და მის ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესი არის გაზრდილი, მაშინ C ვიტამინი უნდა მიიღოს შედარებით მეტი, 500 მილიგრამი დღის განმავლობაში ან 300 მილიგრამი. ზოგ შემთხვევაში ახლა თუ მარათონელია ადამიანი ან თუ ძალიან მაღალი სტრესი აქვს, ჩემპიონატები და ეს როცა ძალიან ძლიერი დატვირთვა აქვს, შეიძლება მიიღონ 500-დან 1000 მილიგრამამდე დღის განმავლობაში, თუმცა როგორც წესი არ არის ხოლმე საჭირო და ტყუილად თირკმლის კენჭების რისკი რატომ უნდა გაზარდო ესეთ მაღალ დოზებში. კენჭების რისკი რო შევამციროთ მაქსიმალურად, ამისთვის წყლის დალევა ძალიან მნიშვნელოვანია. 2-დან 2.5 ליטრამდე წყალი უნდა დალიოს ადამიანმა რისკების შესამცირებლად. და ასევე უნდა შევეხოთ, რომ არის მოსაზრება, რომ C ვიტამინი ამცირებს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, მოკლედ და რისკს ამცირებს. ხო, ეს გამოწვეულია რამდენიმე რამით. ერთი არის, რომ ადამიანები, რომლებიც ხილს და ბოსტნეულს ჭამენ და იქიდან იღებენ C ვიტამინს, უფრო ნაკლები აქვს საჭმლის მონელებელი სისტემის სიმსივნეები და ფილტვის სიმსივნეები. ანუ ეს სიმართლეა. ოღონდ აქ არ არის მარტო C ვიტამინის გამო, ანუ ხილი და ბოსტნეული შეიცავს ბევრ სხვა სასარგებლო ანტიოქსიდანტებსაც, პოლიფენოლებსაც, ბოჭკოვანსაც და აქ სინერგიული მოქმედებით, ანუ ერთიანი მოქმედებითაა გამოწვეული ეგ. და არა იმით, რომ მარტო C ვიტამინი შეიცავს. ამიტომ C ვიტამინის იმედად მარტო არ უნდა იყო, ხა C ვიტამინს ვიღებ და სიმსივნისგან დაცული ვარო, ანუ ეგ მიდგომა არ არის სწორი, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე ნაწილია კიდე, რომ ინტრავენურად ან ვენაში რო შეყავთ C ვიტამინი, ეს არსებობს, ან ძალიან მაღალი დოზა გამოდის ეგრე და ძველმა იმებმა იციან ხოლმე მედებმა და იმათ, რომ ეს გაცილებული ხარ და C ვიტამინი შევიყვანთ, მოდი პირდაპირ ვენაში რა. ხო, რატო? იმიტომ რომ ძალიან მაღალი დოზა გამოდის, ანუ 10 ჯერ, 50 ჯერ მაღალი დოზაც გამოდის C ვიტამინი, როცა პირდაპირ ვენაში შეკავს, იმიტომ რომ აბსორბცია ნელია, ეს პიკი არა გაქვს და აქ პირდაპირ ხო, აი ამიტომ და აი ესეთი ვენაში რო შეყავთ, ხო? ანუ პირდაპირ ვენაში რო შეყავთ, სიმსივნეების რისკს ამცირებს, სიმსივნის ზრდას უშლის ხელს, მოკლედ რა. ანუ როგორც პროოქსიდანტი მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებში, სიმსივნურ გარემოში და წარმოქმნის წყალბადის პეროქსიდს რა და ამით სიმსივნურ უჯრედებს აზიანებს. ამიტომ არის, რომ კლინიკური კვლევები არსებობს, რომლის მიხედვითაც ესე ვენაში გაკეთებული მოკლედ C ვიტამინით სიმსივნის რისკი მცირდება. ოღონდ ახლა ეს არ არის იმდენად ძლიერი მტკიცებულება არ აქვს, რომ ჯერთი რო არ არის აღიარებული, რომ როგორც stand-alone, ანუ როგორც მარტო მდგარი თერაპია სიმსივნის ვაღიაროთ C ვიტამინი ასე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც დამხმარე საშუალება, როცა ადამიანის სიმსივნე შესაძლებელია თავისი როლი კონდეთ ზოგ შემთხვევაში. და რომ შევაჯამოთ და მოვამრგვალოთ, მოკლედ C ვიტამინის 300 მილიგრამამდე დღეში მიღება არის კარგი. ხანმოკლე პერიოდებში მაღალი სტრესისას და თუ გაცილებული ხარ და თუ ცუდად ხარ 500 მილიგრამი შეგიძლია მიიღო და ერთჯერადად და ესე შესაძლებელია 1000 მილიგრამით, მაგრამ 1000 არ არის ოპტიმალური. სასურველია ხილი და ბოსტნეულით მიიღო
ყოველთვის, რადგან მათში სხვა კომპონენტებთან ერთად სინერგიული მოქმედება აქვს. გაცხელებისაც C-ვიტამინი იკარგება. დიდი წილი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და არხის მხარდაჭერა გინდათ დონაციებისთვის ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში და შეგიძლიათ არხის განვითარებას მხარი დაუჭიროთ და ეგ მნიშვნელოვანია. ვისაც არ შეგიძლიათ დონაციის გაკეთება, მაგრამ არხი მაინც მოგწონთ, შეგიძლიათ დალაიქოთ, გამოწეროთ, დააკომენტაროთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.